დიახ, ნინო, თქვენს ხედავთ ამ დროისთვის კადრებში, ამ წუთებში მაყურებელი ხედავს, რომ ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრე მაშველები ამ წუთებშიც ცდილობენ. ხანძარია ვაკეში, ჭავჭავაძის 33 ნომერში. მდებარე ერთ-ერთ შენობაში, სადაც განთავსებული არის ძალიან ბევრი კომერციული ფართი. წინასწარი ინფორმაციით, რასაც ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხანძარი გაჩნდა სახურავში, შენობის სახურავში, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია რას გაუჩნდა ცეცხლი. ამ ინფორმაციას ჩვენ რა თქმა უნდა ვაზუსტებთ და რა დროსაც გავიგებთ მაყურებელს აუცილებლად მოვუყვებით რა გახდა ამ ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მეხანძრე მაშველები, აი თქვენს ხედავთ ახლა, ამ წეთით ცდილობენ რომ მიუახლოვდნენ სახურავს და ყველანაირი ფორმით ცდილობენ რომ ჩააქრონ ხანძარი. დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა დაკვამლიანება თბილისის ცენტრში. დაახლოებით 10-ობით სახანძრო სამაშველო ჯგუფები არის მობილიზებული, გადაკეტილია მთლიანად ჭავჭავაძის გამზირი. აქ იმყოფებიან გადაუდებელი დახმარების ჯგუფებით და ხანძრის ლოკალიზებას ამ წუთებშიც უშედეგოდ ცდილობენ, იმიტომ რომ წეღან როდესაც ჩვენ მოვედით, იყო მხოლოდ დაკვამლიანება და ახლა როგორც ჩანს ეს კვამლი გავრცელდა შენობაზე და თქვენს ხედავთ ახლა რომ ხანძარი კვლავ გააქტიურდა, ასე რომ ვთქვათ, მეტროპოლის შენობაზე. ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით ხანძრის გაჩენის მომენტში იმყოფებოდა თუ არა ვინმე ამ შენობაში. დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით რაიმე სახის ინფორმაცია არ გავრცელებულა და არ ვიცით ჩვენ უშუალოდ არიან თუ არა დაშავებულები. მეხანძრე მაშველებმა ამ წუთებში შეამტვრიეს ფანჯარა შენობის მესამე სართული და ცდილობენ რომ შევიდნენ უშუალოდ ხანძრის ეპიცენტრში და მიუახლოვდნენ, ასე რომ ვთქვათ, ცეცხლს, იმიტომ რომ როგორც ჩანს მთლიან შენობაზეა გავრცელებული ხანძარი. აქ იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებიც არ აძლევენ მოქალაქეებს ჭავჭავაძეზე გადაადგილების საშუალებას, იმიტომ რომ მთლიანად ქალაქის ცენტრი შეიძლება ითქვას მეხანძრე მაშველებს აქვთ დაკავებული, რომლებიც დაახლოებით 1 საათზე მეტია უშედეგოდ ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. ამ შენობაში არის ძალიან ბევრი კომერციული ფართები, კაფე-ბარები განთავსებული, მაგრამ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ხანძარი, სადაც ამ დროისთვის არის გაჩენილი, მაგ ტერიტორიაზე არის ოფისები. მაგრამ საიდან გაჩნდა, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ეს ჯერჯერობით არ ვიცით ჩვენ, იმიტომ რომ კონკრეტულად შენობის ამ სართულზე ყველა ტერიტორიაზე არიან ასე რომ ვთქვათ, ტერიტორიაზე არის ოფისები. აი შევეცდები მე რამდენიმე ადამიანს გავესაუბრო, მოქალაქეების ერთი ნაწილი ახლახანს მოვიდა აქ შემთხვევის ადგილზე. გამარჯობა ქალბატონო, ორი სიტყვით რო გითხრათ, რა იცით? აი არაფერი არ ვიცი, არაფერი გავიგე რომ ხანძარი იყო მოვედი, არაფერი არ. საიდან გაჩნდა ეს ხანძარი ხო? არ ვიცი, მე არ ვიცი. დიდი მადლობა, აი მოქალაქეების ერთი ნაწილი ახლა მოდის და ცდილობს რომ გაარკვიოს. კიდევ ერთ მოქალაქეს გამარჯობა. შეგიძლიათ გითხრათ რა მოხდა? არ ვიცი, ეხლა მოვედი, არ ვიცი არაფერი. აზრი არა. ტავლა რესტორანია, დაბლა და უკან ისა აქვს რაღაც ფუდ რაღაცა. და იქ ეთყობა გაყვანილობები და რაღაცა. ეს არის უძველესი შენობა, ალბათ 50-იანი წლების, რა ვიცი და შიგნით პერიმეტრი საერთოდ იწვის მესამე სართულის საერთოდ და შიგნით ვერ შედიან. აქედანაც ძალიან ვიწრო შესასვლელია, იქიდანაც და მასშტაბური ხანძარი. მასშტაბურია რა თქმა უნდა და ესენიც კიდე რა ნახე იწვის ყველაფერი და უბრალოდ ვერ აქრობენ აბსოლუტურად და რატო ერთი რა ვიცი შიგნითაც არის 2-3-ო და აქაც 2-3-ია ფაქტიურად და აი ვერ აქრობენ ვერან თან ეხლა დედა მყავს მოხუცი ვერ შევდივარ სახლშიც არ მიშვებენ რო შევიდე დიდი მადლობა თქვენ უსმენთ მოქალაქეს ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს მეხანძრე მაშველებს უჭირთ ხანძრის ჩაქრობა ჩვენ რა თქმა უნდა ვრჩებით ადგილზე და დამატებითი დეტალების გარკვევისთანავე კვლავ პირდაპირ ეთერში დაგიბრუნდებით